არასამთავრობო ორგანიზაციები რა როლს ასრულებენ საქართველოში დადებით? ანუ ხშირ შემთხვევაში პოზიტიური ზეგავლენა აქვს. ალბათ უფრო დადებითი. არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან სიმართლის დადგენაში. მიკერძოებულები არიან. ყველაფერი რაც კანონში ზის, იმასაც უწევენ ზედამ ისა თვალყურს ადევნებენ და მე მგონი მათი როლი აუცილებელია. არც ვიცი ვინ არიან არასამთავრობოები. აიცი, მაგას მე ვერ გეტყვი, აიცი. მე მგონი დადებით რა. რატომ? რა ვიცი, მაგრამ როგორ გითხარით? ძალიან კარგია რომ არსებობენ და რა თქმა უნდა ალბათ დადებიც მაინც. რატომ? მიხარია. იმიტომ რომ ცოტა ხმას იღებენ ხანდახან მაინც ყოველ შემთხვევაში. ვერ გაგცემ გენაცვალე პასუხს. არ ვიცი, ვერ გეტყვი. პოლიტიკა არ მაინტერესებს რა ბოდის გიხდით. წუც, რატომ? დადებით. რატომ? იმიტომ რომ იქიზდება ხალხი. აზრი უყალიბდება. შემოქმედებს რომ შეწევიან, ეხმარებიან ხალხს. თუ რაღაც არის, უფრო კონკრეტულად გვაწვდიან ინფორმაციას. ნუ რომ ეჭვი აღარ უნდა დაგვრჩეს. უარყოფით. რატომ? რა ვიცი, აი რატომ ფიქრობთ რომ უარყოფით ასრულებენ? აბა ჩვენთვის რომელი არის ეს კარგი თავრობა? არასამთავრობოზე გეკითხებით. არასამთავრობო დადებით ენიცა. არასამთავრობო რა არის იცით ქალბატონო? არ ვიცი, აბა მაგდენი არ ვიცი განაცხადა. უფრო უარყოფით. რატომ? რა ვიცი. დადებით. თუ რამე არ მოსწონთ, ამბობენ, აფხიზლებენ მთავრობას. კი, დადებით. რატომ? ეხმარებიან გაჭირვებულ ხალხს როგორც კი შეუძლიათ და ზოგი რაღაცა გამიგია თქვათ რომ არასამთავრობოდან მოდის სამართლიანი კრიტიკა და ზოგი არასამთავრობიდან მოდის არარეალური ცილისწამება და ბრალდება. ალბათ დადებით. რატომ? არ ვიცით. უარყოფით. რატომ? რა ვიცი, აბა რა გითხრა ეხლა რა ვიცი. იმიტომ ის მთავრობა რო იყო, მე ის მთავრობა უფრო მომწონდა. ეხლა მე მთავრობა არ მომწონს. არასამთავრობო ორგანიზაციებზე გეკითხებით. აბა მე რომ მაგდენი ვიცოდე. აბა რა გიპასუხო შეიძლება. არასამთავრობო ორგანიზაციები რა როლს ასრულებენ საქართველოში? მეჩქერება უკეთ.